უკეთესად. შენ შემთხვევაში როგორ არის? არ ვიცი, თავიდან არ მქონია მიზანი, რომ რაღაც ცნობადი ადამიანი გამხდარიყავი ვიდეოების გადაღებისას, უბრალოდ ერთადერთი მიმართულება იყო გართობა და თან მინდოდა რომ ხალხი დამებნია და რაღაცებს განზრახ შეცდომებს უშვებდი. მე ამას დიდი გამოხმაურება მოყვებოდა ხოლმე და მივხვდი რომ მორაზროვანი რაღაც ესეთი ვიდეოები რომელიც კრიტიკას მოითხოვს უფრო ყურებადი იყო და მივყევი მაგ მემართულებას. შემდეგ ნეგატიურ კომენტარებს რომლებსაც ხო ეგ უნდა მეკითხა ჰეითერების მიმართ როგორი ის გაქვს რა რეაქციები გაქვს მაგაზე? ყოველთვის დადებითად პასუხობდი ნეგატიურ კომენტარებს, ვიცინოდი, ვიდეოში ვცდილობდი რომ სხვაებიც გამეცინებინა, იმიტომ რომ ვერ ვიღებდი ასეთ კომენტარებს საკუთარ თავზე, ვერ ბრაზდებოდი. პირიქით, როცა ადამიანი ვერ ხვდება იუმორს, ყოველთვის რაღაცნაირად მეცუდებოდა ესეთი ადამიანები და ვატრიალებდი სიტუაციას, რომ გვეცინა პირიქით ნეგატიურ კომენტარზე. კი ბატონო, ეხლა მომიყევი აი ეს ვიდეო, რაზედაც ანრიმპირი დააღო, შენ რო თავს იპარსავდი, რა გახდა ამ ვიდეოს გადაღების მიზეზი? ანუ რეალურად გჭირდებოდა თავის გადაპარსვა? გინდოდა რომ გადაგიპარსა თუ TikTok-ის გამო გააკეთე? დღეს უკვე მე მგონი ნახევარზე მეტმა საქართველოს მიცის რომ სიმსინებს ვებრძოდი და ჩემი კონტენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ეს გახდა. გამოცდილებებს უზიარებდი, მაგ დროს ქიმიოთერაპიიდან მეათე დღე იყო და თმა მცვენა დაიწყო და ამიტომ საჭირო იყო გადამეპარსა. მინდოდა ეს სხვა ადამიანებსაც ენახათ, ვინც ამ გზას გადის და გამბედაობა შემემატებინა მათთვის, რომ ეს ტრაგედია არ არის და ნუ დაამარცხე? დავამარცხე. რასაც რა თქმა უნდა გილოცავთ. მადლობა. ყველაზე უფრო შურს იმ ადამიანების, ვისაც ყავთ ყუპი შვილები, რომ აი რაღაცა ორი ბედნიერება ერთნაირი რო ის